სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ შეუძლია რელიგიური ცხოვრების გარეშე სულ ათეისტი იყოს, ისიც თავისებური რელიგიის მატარებელია, რომელიც ინტუიციას, რომელიც იმედს, გარკვეულ სტერეოტიპებს, წესების მორჩილებაში ვლინდება, არ შეუძლია ადამიანს რელიგიური ცხოვრების გარეშე, მაინც როდესაც გამოცხადებით ჭეშმარიტებაზეა საუბარი, ადამიანს უჭირს მიღება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მრავალი მიზეზი არსებობს, რა თქმა უნდა, ამისი და რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება მდგომარეობს ადამიანის დაცემული ბუნებიდან, ანუ მისი ეგოიზმიდან, რომ ვერ ეთმობა საკუთარი პატიმოყვარეობა და სიამაყე და სიმდაბლე არ უყვარს ჩვენ დაცემულ ბუნებას და ამის გარეშე კიდე ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება შეუძლებელია. ჩვენში არის ღვთის მოწინააღმდეგე ერთგვარი დემონური მდგომარეობა. ჩვენ ხო ეშმაკმა გვაცდუნა ცდუნება რომ მოხდა ჩვენში, ჩვენ გავხდით რაღაცნაირად მსგავსი იმ დემონური სულის და არ გვეთმობა ჩვენი ავტონომიურობა. უბრალოდ ადამიანის ავტონომიურობა, რომელიც უგუნურად ჩვენი სიამაყიდან არის ნაკარნახები, ადამიანს ღუპავს, იმიტომ რომ სიცოცხლის წყარო ადამიანი არ არის, ის როგორც ეშმაკი არ არის სიცოცხლის წყარო და ამიტომ ჩაბნელებული სასწარკვეთილებაში მყოფი სულია. მაგრამ აი ეს საცდური სიამაყისა, რომელიც ჩვენში არსებობს, ქვეცნობიერად, ინტუიციურად არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავთმოთ ჩვენი ავტონომიურობა და გავხსნათ გული ღმერთისათვის. ამიტომ გვიჭირს ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება. მით უმეტეს, როცა იგი ისე ახლო მოვიდა ჩვენთან, რომ ის ინტუიციაც, რომელსაც არ სურს ღმერთი, დაცემულ ბუნებას, დაცემული ბუნების ინტუიციას და ჩვენი ლოგიკური აპარატი წინააღმდეგობაში მოდის იმ სიახლოვესთან, რომელიც ღმერთმა გამოავლინა, იმიტომ რომ ლოგიკურად ღმერთი კი ბატონო თუ არის და თუ მწავს, არის ღმერთია რა, დიადი, სამყაროს მიღმიერი და ხა ადამიანად მოვიდა რას ნიშნავს. ანუ ძალიან უჭირს ადამიანს და თქვენ იცით, რომ არ მიიღეს და კიდე სხვა რელიგიებიც არსებობს, რომელიც ბიბლიიდან აღმოცენებულია და ცოცხალი თავით ქრისტეს ღმერთობას ვერ იღებენ. და თვით ისეთი სექტებიც კი თქვათ, აი იეჰოვას მოწვევებს რო უწოდებენ, თითქოს სახარებიდან იკვებებიან, მაგრამ ქრისტეს ღმერთობას მაინც ვერ იღებენ სახარებიდან. სახარება მათი მთავარი წიგნი და ქრისტეს ღმერთობას ვერ იღებენ. მაგრამ ასევე ჩვენც, რომელიც სიტყვით ვიღებთ ქრისტეს ღმერთობას, მაგრამ ძალიან გვიჭირს ახლა. ხო ხვდებით, აი თქვენ ახლა უნდა ეზიაროთ, აი რო ეზიარებით და ღმერთი შემოდის თქვენში. აბა რამდენად განცდელნი ვართ ამ დიდებულების, ან გული როგორ არ გვისკდება საერთოდ და საერთოდ რა ხდება. ხო ხვდებით, ანუ ეს სერიოზული პრობლემაა. ეს არ არის მარტო იმათი პრობლემა, ვინც ქრისტე მოკლა და ვისაც ქრისტე არ აწამს. ზოგადად ეს არის პრობლემა, რომელიც ლოგიკური აზროვნებით, ლოგიკური ახსნა განმარტებით არ გადაიჭრება. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ უფალი იგავებით საუბრობს. ეხლა რატო საუბრობს იგავებით? იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით, პირდაპირ, ხო? რა უნდა ითქვას, რომ მიხვდე, ეს შეუძლებელია. აი პავლე მოციქულმა ნახავთ, თქვა მე-13-მდე აღიყვანა, ხო, ეს არის აჩვენა ღმერთთან ყოფიერება როგორია. და რა, გითხრა რამე? აი როგორ გითხრა, აბა? რა გითხრა? პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ისეთი სიხარული განუზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არც თვალს უნახავს, არც ყურსმენია, არც გულს არ შეხებია. ან კიდე თქვა, რა გითხრა? მესმა უთქმელნი სიტყვენი, ანუ სიტყვები, რომელიც ვერ გამოითქმება, არ გამოითქმება. ანუ მე კი დავინახე, გავიგე, მაგრამ ვერ გადმოვთქვაო, შეუძლებელია. ასეთი რამ ნახა პავლე მოციქულმა და მე მაინც იტყვის, რომ იცი რა, ჩვენ ხედავთ როგორც დაბინდულ მინაში ან დაბრეცილ სარკეში, რაღაც გამჭვარტულ მინაში, ანუ ვერ ხედავთ რა, წინააღმდეგობა არსებობს ჩვენსა და ღმერთს შორის. და აი რომ გარდავიცვლებით, მე პირისპირ წავდგებით, მაგრამ ახლა ვერ ხედავთ. გესმით? ანუ ჯერ ხო სიდიადე ნახა, რომელსაც ვერც კი გადმოსცემს, მაგრამ ის რაც ნახა, რომელსაც ვერც კი გადმოსცემს, ის ჯერ კიდე არ არის ის, რაც უნდა იყოს.
ამიტომაც იგავური სახე ჯერ ერთი ჭირდებოდათ და ჭირდებათ დღემდე იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოფიერებაში, თავის ყოფიერებაში, რელიგიურ ცხოვრებაშიც კი რაღაც ეგზისტენციალური ინტერესები არ აქვს რა. ღმერთი ჭირდებათ, იმიტომ რომ აქ ცხოვრება სადუკევლები ვართ ხშირად რა. სადუკეველი ვინ არის? ღმერთი არსებობს. ოღონდ მარადიული სიცოცხლე არა. ღმერთი არსებობს. თუ ღმერთი არსებობს, თუ მარადიული სიცოცხლე არ არსებობს, აბა ღმერთი რას ნიშნავს? როგორ არა ღმერთი საჭიროა, რომ აი აქ ჩემი პრობლემები კარგად მოვაგორო და დამეხმაროს. ნუ რაღაც სისულელე, მაგრამ თქვენ სისულელე ეძახეთ და ზედმიწევნით აღასრულებდნენ ისინი მოსეს ჯულს, გარეგან ჯულს, ნახეთ, გარეგან ჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ და ისეთი წარმატებები ჰქონდათ, რომ თვით მაღალი იერარქიაშიც ხდებოდნენ და აგერ ქრისტეს დროს ანა და კაიაფა ეს ორივე მღვდელმთავარი სხვადასხვა დროს ორივე სადუკეველთა პარტიიდან იყო. ანუ არ წამდათ მარადიული სიცოცხლის. გესმით? მაგრამ რადგან ფორმალურად ჯულს არ არღვევდნენ, ამიტომ იყვნენ აი ეს რელიგიური ლიდერები და ასე შემდეგ. ხო და აი, როდესაც ადამიანს არ აქვს ის დახურული აქვს ის ცხოვრებისეული საზრისი, გესმის, მარადიული ხო და ვერ ხვდება რა, არ ფიქრობს ამაზე, ხო? ქრისტე მათ იგავებით ესაუბრება, რომ რაღაცა ეგება და აფიქროს ეს ადამიანი, ხო? არ ფიქრობს, ახლა კაცი არ უარსაბ თათქარიძეს, ახლა არ ფიქრობს, ახლა წად და სახარება უქადაგე, არ ესმის. ხო და აი იგავებით ელაპარაკება, რომ ეგება დააფიქროს. მაგრამ ჩვენც გვჭირდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გვწამს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით ჩვენი რწმენა როგორი სუსტია. როგორ მიაქვს ჩვენი რწმენა, როგორ ფანტავს ჩვენ რწმენას, როგორ აკარწყლებს ჩვენს რწმენას, ჩვენი ამბიციები, ჩვენი პატიმოყვარეობა, ჩვენი ამქვეყნიური მიდრეკილებები, ამქვეყნიური მიზნები და საზრისები, რას უშვება ჩვენ რწმენას, ჩვენ ხო ვიცით. და სხვადასხვა იგავებია, ხა მაგალითად აი ლუკას სახარებაში დღეს ორი იგავი აღმოვი კითხეთ, აი ესე უფალი ამბობს, რას ვამსგავსო სასუფეველი ღვთის. ახლა სასუფეველი რა არის? ეს არის ღვთის სამეფო. სამოთხე სასუფეველი. ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ არის რაღაცა ადგილი უბრალოდ სადაც ღმერთის გარეშე ვიქნებით და ღმერთი რაღაც საჩუქრას მოგცემს და თქვენ კარგად იცხოვრეთ, აბა თქვენ ისიც და მოკლედ იცხოვრეთ ესე მარადიულად. ჩვენთვის გაცილებით დიდი რამეა სასუფეველი. ჩვენთვის სასუფეველი ეს არის თავად ღმერთი. ღმერთი არის სასუფეველი. აი ქრისტეს შემოსილობა, აი როცა ადამიანი ინათლება რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიას, ქრისტეს შეგვიმოსიას, იმ წამიდან ის სასუფეველის მოქალაქეა. აბა რო ვერ ავგზნობთ, იმიტომ ვერ ავგზნობთ, რომ ის ზარზალადობს ჩვენზე, რითი უნდა იგრძნო, თუ არა განწმენდილი გულით. არა გაქვს ეს განწმენდილი გულით. ბავშვობაში რომ მომნათლეს, ვინც ის რაღაცებს გზნობდი და ჩემი ბავშვობა რომ ახსენდება, რაღაცებს მართლა შინაგანად ინტუიციურად გზნობდი, ვეძებდი, მაგრამ მასწავლებელი არავინ არ მყავდა და ეს მადლი დავფალი და ტალახი მივაყარე და დღემდე იმას გაწმენდას ვცდილობდა, ესე ადვილად არ გამოდის. გესმით, ჩვენი ბრალია ეს და დასრული ადამიანი რო ინათლება მოუმზადებელი აი ბავშვი მოინათლა და ნათლია მარასწავლა და დასრული ადამიანი რომ მოუმზადებელი ინათლება. სრული კატასტროფა და აბსოლუტური გაუგებრობა. რას ვერჩით ადამიანს? დასრული ადამიანი გესმის, ის რომ შეგნებით მოინათლოს, მისთვის ცა გაიხსნება. და შეგნებით რომ მოინათლოს, უნდა მოემზადოს, უნდა რწმენაში მოვიდეს. რწმენით იწყება ყველაფერი, რწმენით. და არა ნათლობით. უფალი ვერ გვაგებინებს, რომ მზად ვიყოთ, მაინცნელი გასაგებია ჩვენთვის. აი თქვათ ერთ-ერთი იგავი ესეთია, რას ვამსგავსო სასუფეველი ღვთისა. ანუ სასუფეველი, ანუ ღმერთშემოსილობა, ანუ ღმერთთან ყოფობა. თა როგორი ღვთისშვილის სტატუსით, ჩვენ ხო ვიცით, ეხლა ხო ვიცით ქემაიც რას ნიშნავს, ხო სასუფეველი. ვისი მსგავს არის იგი? და ამბობს ესეთ რაღაცას, მსგავს არის მარცვალს ამბობს, დოგვისას დოგვის მარცვალისაც სასუფეველი, რომელი მოიღო კაცმან, დასთესა იგი მტილი ბაღია, მტილსა თვისა, აღორძინდა და იქმნა იგი დიდი ხე, არა და ესე იგი ის არის, ხე არ არის სინამდვილეში, ფხალივით რაღაც სცენარია, ხე არ არის, მაგრამ დიდი იზრდება, როგორც ხესავი დიდი იზრდება და ფრინველცა სისათა დაემკვიდრეს, რომ ტოთა მისთა. ხო და ახლა კითხვა ჩდება, რას ნიშნავს ახლა ეს? როგორ გავიგო ეს? და სხვადასხვანაირი განმარტებებია.
ჯერ ერთი მაგალითად ის, რომ დოგვის მარცვალს ამსგავსებს და გახსოვთ სხვა ადგილას კიდე რა არის წმინდა წერილში. დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა. დოგვის მარცვლის ოდენა, რომ გქონდეს წმენამ დოგვის მარცვლის ოდენა. ანუ აქ საუბარია პატართან პატარაა და თან ცოცხალია. სიცოცხლეზეა საუბარი. ანუ ამით უფალი გვეუბნება, რომ როცა გველაპარაკება ესეც თქვა ამ შემთხვევაში აი ამიგავით გვეუბნება, რომ რწმენა სასუფეველის საფუძველი არის რწმენა, რწმენით შევდივართ, ხო? რწმენით იწყება ეს ყველაფერი, როგორც პავლე ამბობს, საერთოდ რწმენა თუ არა გაქვს, არაფერზე საუბარს აზრი არ აქვს. რწმენა როგორც გაცოცხლებული უნარი ტრანსცენდენტული ღმერთის შემეცნებისა. ანუ გონება რომ სრულად ამუშავდება, ჩვენი შემეცნების უნარი სრულად რომ ამუშავდება. დღეს თუ არ არის, არაფერს აზრი არ აქვს. ეს როცა ხდება რაღაც ჩანასახის მდგომარეობაში, ესე იგი მეუბნება რომ მართალია რწმენა პატარა გაქვს თავიდან, მაგრამ ის ცოცხალი უნდა იყოს. ანუ ცოცხალი ხო გესმით, ხოვლის მარცვალი პატარაა, მაგრამ ცოცხალია, ის თუ პირობები შეექმნება, იქიდან ესე იგი სცენარი ამოდის, ხო? აი ესე. რაღაც აი ესეთი რამე, ანუ სიცოცხლე პატარა, მაგრამ ცოცხალი. პოტენციური სიცოცხლეა მასში ჩაბუდებული ახალი ადამიანისა. და მერე ის ისე შეიძლება გაიზარდოს, რომ ხესავით გახდეს. ფრინველთაცისად, აქ ამ შემთხვევაში ანგელოზთა სიმბოლოა ფრინველი, რომ ანგელოზებზე აღმატებული ხდები და თვით ანგელოზებიც კი შენს ტოტებზე დაემკვიდრდებიან, დაემკვიდრეს რტოთა მისთა. ფრინველთაცისათა დაემკვიდრეს რტოთა მისთა. ანუ ნახეთ, ეკლესიის ორგანული ნაწილი ხდები, თუ შენში რწმენა აღორძინდა და ეკლესია არის ის, რომლისაგანაც თვით ანგელოზებიც განისწავლებიან მრავალფერ სიბრძნეში, ღვთის მრავალფერ სიბრძნეში, როგორც ასევე წმინდა წერილი გვასწავლეს, გესმით? ანუ ანგელოზებზე დიდი ხდები. ანგელოზები შენგან ისწავლიან, შენგან მიიღებენ იმ ცოდნას, თუ როგორია ღმერთი, გესმით? აი ეს არის, ანუ რაღაცა საოცრება არის. ადამიანი, რომელიც სასუფეველის მოქალაქეა, საოცარი ხდება, ანგელოზებზე აღმატებული, ოღონდ ეს ყველაფერი იწყება პატარათი, მაგრამ ცოცხალი რწმენა. მკვდარი რომ არ არის, ანუ აღორძინების შესაძლებლობა აქვს მარცვალს. უნდა ვიზდებოდე და ჩემთვის არ არსებობს, ესე იგი, ზღვარი ანგელოზებზე აღმატებული, ღმერთის შვილი ვხდები რა ანგელოზი. თავად მადლით ღმერთი ვხდები. შემდეგი იგავია, ამსგავსო იგი ცომსა, რომელიც მოიღო დედაკაცმა და შერთო იგი ფქვილსა, სამსასა, ცომში ამ შემთხვევაში საფუარი იგულისხმება, საფუარი, რომელიც სამი სარწყავული ფქვილია, სამი სარწყავული, აქაც ვიდრე აღაფუნოს ყოველი. აქაც სხვადასხვა განმარტებები, ერთ-ერთი მაგალითად ესეთი, რომ ადამიანი არის ხორცი, ადამიანი არის სამშუნველი, ანუ ფსიქიკა და ადამიანი არის სული. სამნაწილედია ადამიანი. ეს არის ის ფქვილი, ადამიანური ფქვილი, რომელიც წყალში შერეული ფქვილი, რომელიც სამნაწილედია და ცომი საფუარი. ანუ ეს არის ის ახალი ადამიანი, რომელიც ნათლისღების დროს მოგვეცა, რომელიც ჩვენში შემოდის, რწმენისგან გამომდინარე მადლის სახით და ის აღაფუნებს, მთლიანად ცვლის ადამიანურ არსებას, სამივეს, არა მარტო სულს, არა მარტო ფსიქიკას, არამედ თავად ხორცსაც, მთლიანად. ანუ ამით გვეუბნება, რომ სასუფეველი, ანუ სასუფეველის მოქალაქეობა, ხო, რასაც ქვია, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად შენი არსება უნდა შეიცვალოს, ახალი ქმნილება უნდა გახდე, მათ შორის ხორციც. თორე თუ ესე პირობები არ შეუქმენი, ის ჩანასახის მდგომარეობაში იქნება და მორჩა. ჩანასახის მდგომარეობაში არაფერს არ მოგცემს, რაც მრავალ ჩვენგან სჭირს. ჩვენ რწმენაც აგვაქვს, ათლობის მადლიც, მირონცხებისას, ზიარებისას, მაგრამ როგორებიც ვიყავით ესე ვისეთები ვარ. არაფერი ჩვენში არ იცვლება. ანუ არ ხდება ეს აფუვნება არ ხდება. მოციქულები ამას ისმენენ და აინტერესებთ, რომ უფალო უკეთ მცირედ არიან ცხოვრებულნი, თუ რაღაც ერთულებად, ხო, ამას რო უსმენ, ესე იგი ნახე სულ დინამიკა, სულ აღორძინება, თან აღორძინება ფანტასტიკური, საოცარი, დიადი, გესმით? მთელი არსების, მათ შორის შენი ცხოველის მსგავსი ხორცის, ხო, მთლიანად და კითხვა ჩდება, კი, მაგრამ ბევრი გადარჩება? მცირედ არიან, ცოტანი არიან ცხოვრებული, ანუ ცოტანი არიან გადარჩენილები? როგორ არის ეს საქმე? საინტერესოა, ხო? მე აღმოვჩდები ამ გადარჩენილებში, თუ არ აღმოვჩდები. თავადი სანუგეშოს არაფერს არ ეუბნება.
აი მკაცრი გამომცდელი როა გამოცდაზე რო ხარ და აბა რა ხარ რამდენმა მიიღო ნიშანი აბა მივიღებ ნიშანს თუ არ მივიღებ მკაცრი ლექტორი როა ხო და არა სანუ გეშო პასუხს არ ეუბნება ხო შეიძლება და ენაგუ ნუ გეშინია ჩვილებო აი აბა რა გვეშველება ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება ნუ გეშინიათ ასეთ რამეს არ ამბობს ჩვენ ხო ესეთი ისა გვაქვს განცდა რომ ღმერთი მოწყალია ღმერთი სიყვარულია და ესეც არის რა თქმა უნდა ყოველად მიმტევებელია გესმის მაგრამ გვავიწყდება სახარების სხვა ადგილები სადაც ცოტა სხვანაირად არის ახსნილი და აღწერილი და ეს იმიტომ კი არა რომ ღმერთი მოწყალი არ არის არამედ იმიტომ რომ აზზე მოვიდეთ და გამოვფხიზლდეთ გესმის ჩვენ სულ საომარი გვაქვს აი მაგალითად ახლა ქრისტიანი ვარ ხო აი მე დავბერდი ასაკი მაქვს თან ღვდელი ვარ თან სხვების სწავლების ვალდებულება მაქვს ეხლა მე ვფიქრობ მე ვარ ეხლა ის სამი საწყაული ფქვილი რომელიც აფუვნებული უნდა იყოს ცომით ანუ გარდაქმნილი ვარ თუ არა ვარ ან ვარ ის მდოგვის მარცვალი რომელიც უკვე ხეთიზდება და ვარ თუ არა ვარ მე მგონი გესმით არა ვარ ხო და მე ბუნებრივია რომ კითხვა ჩდება კი მაგრამ გადავრჩები საერთოდ ანუ ღმერთი კი ამოწყალე მაგრამ ჩემს აკეთებს ხო არ ვაკეთებ აშკარად ხო და ამიტომ ამ კითხვას ვავე ცირედი არიან ხო ცოტანი გადარჩებიან და თავადი ნახეთ იღვაწეთ შესვლად იწროისა მისგან კარისა ვიწრო კარები და ეს კარები ხო იცით ვინ არის თავად არ ამბობს ერთად ადგილას მე ვარ კარი ქრისტეა კარი ქრისტე თავის სიმშვიდით თავის სიმდაბლით თავისი აბსოლუტური გულმოწყალებით თავისი ჯვარსახოვანი გზით გოლგოთითურთ გესმით რა ძნელია ამ კარებში შესვლა იმიტომ რომ ქრისტე რადგან არის კარები მისი მსგავსი უნდა იყო მისი ფორმის უნდა იყო რომ შეხვიდე გესმით და ახალდღას არ გაიჭედო და გვეუბნება რომ იღვაწეთ აი ესე კი არ შეგორდებით მე კი არ დაგავლებთ ხელს და კი არ გადაგდგავთ საგანივით გადაგდგით იქით გადაგდგით არა იღვაწეთ შენ იმუშავე იღვაწე შესვლათ იწროისა მისგან კარისა ხოლო გეტყვით თქვენ მრავალნი ეძიებდნენ შესვლად ვინ არიან ეს მრავალნი რომელიც ეძიებს შესვლას ურწმუნო არა ურწმუნო არაფერს არ ეძებს რას ეძებს ურწმუნო ცხოვრობს რა ჭამოს და ცხოველებით არის საწყალი ურწმუნო რა საშინელება ურწმუნოება ისედაც რა მძიმეა ეს ცხოვრება კიდე ურწმუნო რო ხარ არა აქ მორწმუნეზია საუბარი მრავალი ეძიებდნენ შესვლად და ვერ უძლონ ანუ ვერ ახერხებენ გესმით ვერ ახერხებენ ვერ ჯობნიან თავიან დაცემულ ბუნებას ვერ ჯობნიან იმიტომ რომ სისხლამდე წინა არ აღუდგებიან ცოდვას ესეც ხო პავლე მოციქულის სიტყვებია ვერ ჯობნი ცოდვას და არ განუგეშებს პავლე მოციქული არა უჭის ნუ ვერშველი ღმერთი მოწყალია ესეთ რამეს არ ამბობს აბა რას ამბობს ვერშველი და იმიტომ ვერშველო სისხლამდე წინ არ აღუდგები გესმით რა არა კომფორტულია ჩვენერი ზარმაცი ადამიანებისათვის წმინდა წერილი არა კომფორტულია რა აგას მე მეგონა რომ ესე იოლად იყო რაღაცა თურმე არ ყოფილა მთლად იოლად მრავალი ეძიებენ შესვლა და ვერ უძლონ ვერა და მე ნახეთ ვინაიდან აღსდგეს სახლის უფალი შენ რო იქ ცდილობ შესვლას უფლისაგან უყურადღებოთ არ ახარ და ეს ყურადღება რაში ვლინდება კარებს გაგიღებს ხო ესეთი განცდა გვაქვს არა ნახეთ როგორ აი ეხა ქრისტეს სიტყვებია ეს შენ ხო აკაკუნებ გინდა რომ შეხვიდე და ვერ ახერხებ შესვლას ხო უნდა დაგეხმაროს ეხლა ღმერთი ხო აღსდგეს სახლის უფალი და დახშას კარი კარებს გიკეტავს რა თქმა უნდა ეს იგავური სახეა მაგრამ ამახ უნდა ჩაგვაფიქრო აი ესე მეგონა რომ ვიწვალებ შესვლა შემიშვი და კარებს მიკეტავს კაცო კარებს არ მიშვებს ეხლა მე რას ვაკეთებ არ ვეშვები გარეშე ზდგათ და იწყოთ რეკად კარსაზე და აკაკუნებ და თან ჩუმად კი არ ახარ იტყოდეთ უფალო განგვიღეთ ჩვენ რას აკეთებ ლოცულობთ არ გამოგი იესოს ლოცვაზე არ გამოგიცდიათ არ ხედავთ არ ლოცულობთ იესოს ფათოშოვის მე გაგითხრათ რომ ბრელში არიან ადამიანები რომლებსაც არც კი დაუწყიათ და ბოლოდ გაოგნებული ვარ
ვერ გავიგე, აბა რას ვისმენთ? ამას არ ვისმენთ, რომ უნდა დავიწყოთ. ხო და ვისაც გამოცდილება აქვს, არ გამოგიცდიათ, რომ იქ გულის გულში, ანუ ჩვენს მისტიკურ სიღრმეში არ არის უფალი, ხო გველოდება იქ? ეს არის ახალი აღთქმის ადამიანის სიდიადე, რომ იგველოდება და არა სადღაც. და რასაკეთებთ იესოს ლოცვის დროს? ყურადღებით გულთან ეუბნებით, უფალო იესო ქრისტე შემიწყალმე. არ გამოგვიცდია, რომ ეს კარები არ იღება? არ გამოგვიცდია? არ ვიცით ეს რა არის? წარმოგიდგენიათ, რომ აი ერთი ღამე კი არა და ორი ღამე კი არა, ვინც ღამე ლოცულობს, ან დღე ვინც ლოცულობს, როგორ ილოცეთ, როცა გინდა ილოცეთ, წლები რო გადის და სულ უფალო იესო ქრისტე და რო გავიდა წლები და რო ეს კარები არ გაიღო, გესმით, რომ ეს არის ერთგვარი რეპეტიცია ჩვენი გარდაცვალებისა. და რო გარდავიცვლებით და იქ რო წავსდგებით და იქაც რო იგივე დაგვემართოს და კარები არ გაიღოს, მე რა უნდა ვქნათ? დღეს არ გამოვიდა, ხვალე მაქვს იმედი, ზეგა მაქვს იმედი, მაზეგა მაქვს იმედი. არ იღება ეს კარები. და რატომ არ იღება, როგორ ფიქრობ? რატომ არ იღება? ესმით რა, ეს ერთგვარი რიტორიკული კითხვაც არის. იმიტომ არ იღება, რომ უწმენდური გული მაქვს და იმიტომ არ იღება. და განვიწმინდე, ვინ გიშლის? როგორ განვიწმინდო? ღვთისნების გამტარებელი იყავი მთელი შენი არსები. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ღვთისნების გარეშე. როგორ გაიხსნება გული? არც საქმით, არც სიტყვით, არც გულის სიტყვით, არც აზრით, არც მოძრაობით, არც მიმიკით, არც ინტონაციით. აბა ღვთისნების გარეშე და ღვთისნებასთან თანხვედრი იყავი. როგორ გაიღება ეს გული? აბა იცხოვრე სიმშვიდით, სიმდაბლით, ისწავლეთ ჩემგან რო ამბობს უფალი, აბსოლუტური გულმოწყალებით. მოყვასისადმით, როგორი და ქრისტეს თვალებით უყურო ყველას, სამყაროს, თითოეულ ადამიანს. აბა გამოდი ეგოიზმის ჩარჩოებიდან, აბა თუ არ გაიხსნება გული. იმიტომ არ იხსნება, რომ ჩვენ ამის საპირისპირო ცხოვრობ და არ იხსნება და უფალი არ გიღებს. როგორც გინდა ისე ჩათვალე. გინდა განმარტე ისე, რომ კი გიღებს, მაგრამ შენ ვერ შედიხარ, შენ გინდა შესვლა, შენი ადგილი იქ არ არის, იმიტომ არ გიღებ. როგორც გინდა ისე განმარტე. ფაქტი ფაქტად შეება. ეს შენ გარეთ შეები და კარები დაკეტილია. ჩვენ ხო ვეუბნებით, ვლოცულობთ თან, ხო? ვლოცულობ. იესო, არ იღება კარები. არ იღება კარები. ამიტომ ხშირად მithქვავს, იესოს ლოცვა, გონებისმიერ ლოცვა არის სიკვდილის რეპეტიცია ერთგვარი. მოდელირება ხდება. როგორც მოხდება მაშინ ისია, ან უფალთან შეხვედრის მისი დაბრუნების შემთხვევაში. მასთან შეხვედრის რეპეტიცია, რომელიც არ გამოდის. და როცა ჩვენ ვლოცულობთ, გვეუბნება, მოგიგოს და გრქვას თქვენ, არ გიცნი თქვენ ვინანი ხართ. ესეც რა ნაცნობია. უფალსა და ჩემს შორის რომ ნაცნობობა იყოს, პიროვნული ცნობელობა იყოს, რა არ გამიღებ და მე ხო მისი შვილად შექმნილი ვარ. შეიძლება რომ შვილს კარები არ გავუღო? არ იღება, იმიტომ რომ არა ვარ რეალიზებული როგორც მისი შვილი, გესმით? თითქოს მეუბნება რომ აი ხო ვწვალობ და არ გიღებ, არ გიცნობ, ვინა ხარ კაცო? მაშინ იწყოთ სიტყვა თავის მართლების მდგომარეობაში აღმოჩნდი. ვჭამდით შენ წინაშე, სვავდით უბანთა ჩვენდაზე და გვასწავლებდი შენ. ჭამდით, სვავდით, ზოგი ყოფით ცხოვრებითი თვალსაზრისით გამარტავს, რომ შენ წინაშე ცხოვრობ და ზოგი პირდაპირ მისტიკას უკავშირებს. ევქარისტიას. ჭამდით, სვავდით შენ წინაშე, შენ ხორცსა და სისხლს ვიღებდით. შენ გვასწავლიდი აგერ ეკლესიაში, გვასწავლიდი ანუ შენთან არ ვიყავით, კაცო, რას ქვია არ მიცნობ, არ გიცნობ. და გქواس არა გიცნით ვინანი ხართ. რა საშინელი სიტყვებია. და კიდე აგზელებს, განმეშორენით ჩემგან. ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისა. ანუ ღვთისნების აღსრულებელი არ ხართ. ანუ თქვენში ღვთისნება არ არის დომინანტი. უბრალოდ რელიგიური ადამიანები ხართ და თქვენს რელიგიურობას იკმაყოფილებთ ჩემს წმინდა ეკლესიაში. ანუ იუდას მსგავსები ხართ. თქვენი გული არ იხსნება, გესმით? ეს ძალიან მკაცრი სიტყვებია, რაც ეხლა დღევანდელი სახარება არის უმკაცრესი. და ეს ხო ვიღაცას არ ეხება რა. ეს ხო ჩვენ გვეხება. ბუნებრივია რომ ეს მე განმაწყობს უნდა რომ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდე ჩემს ცხოვრებას და რაღაცა შევცვალო, რაღაცა დამოკიდებულება შევცვალო. ძალიან სწრაფად გადის ცხოვრება. აი მე თქვენი არ ვიცი და მე რომ მემატება ასაკი, ფიქრობ რომ უნდა რაღაცა კიდე შევცვალო, იმიტომ რომ ძალიან რაღა დარჩა, რაღა დამჩა. ესმით, რაღა დამჩა. მე აი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამ საუბრის დროს უფალი ახსენებს იქ
ლუკას სახარება იყო, რასაც ვკითხულობდით, ახსენებს სასუფეველში როგორ აბრაამი, ისააკი და იაკობი და მათთან ერთად რო ვიქნებით თუ გადავრჩებით და აბრაამს ახსენებს და უფალის და გალატელთა მიმართ ეპისტოლეში დღევანდელ 60 ქულოშიც პავლე მოციქული გვეუბნება, გვახსენებს აბრაამს, რომ მაშინ იცოდეთ, ვინ რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან. აბრაამს შემთხვევით თუ არ ახსენებს, აბრაამი ხო ყველა მორწმუნის მამაა. წინასწარვა ეხარაო, აბრაამსო, შენში იკურთხება ყველა ხალხი. ასე რომ ვინ რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. ახლა აბრაამი რითი განსხვავდება ყველა სხვა ძველი აღთქმის მართლისაგან? გამოკვეთილი ფიგურაა, ხო? წარმოიდგინეთ, დედამიწაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ, ტრანსცენდენტული ღმერთისთვის, ერთადერთი ტრანსცენდენტული ღმერთი, ხო, ანუ სამყაროს მიღმიერი. და ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ღმერთი სივრცე და დრო მისი ქმნილებაა და ღმერთის ქმნილება და სივრცესა და დროში და მატერიაში ღმერთს ვერ ვიპოვით. ყველგან მისი კვალია, მაგრამ ეს პიროვნულად ვერ შეხვდები. ერთადერთი სადაც ღმერთს როგორც პიროვნებას შეხვდები, ეს არის გონიერი ადგილი და სამყაროში ერთ-ერთი გონიერი ადგილი ადამიანის შინაგანი მისტიკური სიღრმეა, ჩვენ რო გულს უწოდებთ. და ეს არის ადამიანი, სხვა არგან არ არსებობს და კაცობრიობა ისე იყო დაცლილი აი ამ ესე იგი საკრალურობისაგან და იმდენად დაკარგული ქონათ, აი როგორ წარღვნის დროს მოხდა, ხო? ნოე იყო და მეტი არავინ, იგივე სოდომ გომორში ლოთი იყო და მეტი არავინ და ასე შემდეგ. აი რაღაც ესეთი რაღაცები პერიოდულად ხდებოდა და ამ დროსაც იმდენად დაცლილი იყო, რომ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი, აბრაამი, ვისთანაც შესაძლებელი იყო მისი გული ისე იყო, ერთადერთი მასთან იყო შესაძლებელი კომუნიკაცია ღმერთისა. ამიტომ ღმერთი აბრაამს პოულობს და მასთან ისეთ კომუნიკაციას ამყარებს, როგორც აი კაცი კაცს რო ელაპარაკება, ეს ელაპარაკებოდა აბრაამი ღმერთს. აი ესეთი მდგომარეობა ქონათ. ანუ თავარი, აბრაამი რისი მაგალითია, იმისი თქვა მინდა, რომ აბრაამი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი კავშირი უნდა გქონდეს ღმერთთან. გულისმიერი პიროვნული მცნობელობითი აბრაამი იცნობს ღმერთს და ღმერთი იცნობს აბრაამს. და ამიტომ არის აბრაამი ყველა მორწმუნის მამა და საოცრებაა, რომ ღმერთი პირობას დებს აბრაამთან. ეს აღთქმა, ძველი აღთქმა, საიდანაც მოდის თვითონ. პირობა დაუდო, მე შენ ამას შეგისრული. და შემდეგ ახალ აღთქმაში მსგავს პირობას გვიდებს ყველასთან. ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული. ანუ თითოეული ჩვენგანი აბრაამის მდგომარეობაშია მოსული აქ და თითოეულ ჩვენგანს უფალი აღთქმას უდებს. და ეს რა აღთქმაა და რა პირობაა? იმისა, რომ გადაგვარჩენს თუ მისი ერთგულებით ვიცხოვრებთ, თუ მას გულს გაუხსნით. და ამ დროს გარეგანი რჯული არ შველის. აი ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი იცოცხლებს რწმენით. ანუ გარეგანი რელიგიურობა ეს არის შესამოსელი, ეს არის აი ფარდა, კრეცაბელი, ფარდა, საიდანაც ეს არის გარეგანი რელიგიურობა და ფარდის იქით არის საღვთო მადლი, რომელიც პერიოდულად გამოსჭვივის ამ ფარდიდან. და ჩვენ უნდა მიზანმიმართულად შევიდეთ აი ამ ფარდის მიღმა. ეს ჩვენ უნდა ვაკეთოთ. და ამას ჭირდება ეს ცოცხალი რწმენა. ანუ ჩვენი მიზანი არ არის ეს ფარდა. ჩვენი მიზანი ამ ფარდის მიღმიერია. და გარეგანი რელიგიურობა ეს ფარდა არ, ჩვენი მიზანი არ არის გარეგანი რელიგიურობა. ეს არის გარეგანის ჯული. ჩვენი მიზანი ამ ფარდის იქით რაც არის ის არის. ანუ საღვთო მადლი, თავად ღმერთი. იმისათვის რომ ეს მოხდეს, ჩვენი დაცემული ბუნება უნდა აღარ იყოს ხელი შემშლელი და ის პოტენციაში უკვე აღარ არის ხელი შემშლელი, იმიტომ რომ ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის ესეთ რამეს ამბობს. ანუ ის პრობლემები, რაც დაცემულ ბუნებას ახლავს, ის პრობლემები თავის თავზე იწმნია განკაცებულმა ღმერთმა, როცა ის ჯვარზე ავიდა. ამიტომ ჩვენგან დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ, პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომ ჩვენ ეს მართლა გვინდოდეს, იახაც სისხლამდე წინაღუდგეთ და მაშინ ღმერთი უკვე ყველაფერს გააკეთებს. იმისათვის, რომ ჩვენ თავის წიაღში გვამყოფოს იმ მარადიულ სიხარულში, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, მაგრამ რომლისაკენაც ასე ინტუიციურად და სწორი ინტუიციით უпростоრედ მიისწრაფის ჩვენი გული იმ რწმენიდან გამომდინარე, რომელიც ერთხელაც ჩვენ უფალმა ესე უსასყიდლოდ და დაუმსახურებლად გვაჩუქა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა.
ამინ.